მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება მხოლოდ აგრარული, ვეტერინარული და პედაგოგიკის შესწავლა. ამის შესახებ ჩვენს რედაქციას ინფორმაცია რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცმა დაუდასტურა. მისივე თქმით, დანარჩენ სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება. წელს უნივერსიტეტში ვეღარ ჩააბარებენ ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, სამართლის და საჯარო მმართველობის მსურველები. აღნიშნული ფაკულტეტები მილევად რეჟიმში გადავა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსგავსად მხოლოდ 3 მიმართულება დარჩება სხვა რეგიონალურ უნივერსიტეტებში. ზუგდიდის, გორისა და თელავის უნივერსიტეტებში მხოლოდ აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა დარჩება. სადაო ლეგიტიმაციის ხელისუფლებამ დაამტკიცა განათლების ახალი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტები პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ. საქართველოს რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, მათგან 1 სამცხე-ჯავახეთში. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში გვიდასტურებენ. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ფსიქოტროპული ნივთიერების და მარიხუანას რეალიზაციის ხელშეწყობა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირება. როგორც შსს-ში განმარტავენ, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ დღეს რუსთავის პენტენციური დაწესებულება დატოვა. გვარამიას ეგრეთ წოდებული წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი 2025 წლის 13 ივნისს დააკავეს, რადგან მან არ გადაიხადა 30.000 ლარიანი გირაო, რომელიც ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად ჰქონდა შეფარდებული. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.